ემიგრანტების ნაწილს შეხება არის სრული აბსურდი, ეს ხალხი ამუშავებს ამ ქვეყნის ეკონომიკას და ვეუბნებით, რომ ჩვენი მოქალაქეები აღარ ხართ. ანუ ამ ქვეყნიდან იმიტომ წავიდნენ, რომ აქ არ არის შრომა დაფასებული, აქ არ არის საკმაოდ კარგი ვითარება იმისთვის, რომ აქ იარსებონ და ოჯახები არჩინონ, წავიდნენ, ფულს აგზავნიან, ეკონომიკას ამუშავებენ და ეხლა ვეუბნებით, რომ ეხლა აღარ შეგეკითხებით, რომელი ხელისუფლება უნდა იყოს სათავეში, უნდა შეიცვალოს თუ არა. აუქმებენ ყველას, ნახეთ, ვინც არ უნდათ, რომ საერთოდ აი ამ პოლიტიკურ პროცესში, აი ამ ასპარეზობაში მონაწილეობდეს. რომ ნახოთ 2024 წლის არჩევნები, ან 2020 წლის არჩევნები საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე დაფიქსირებული ხმებს და ამიცემულ ხმებს არავით არის მნიშვნელოვანი გავლენა მიღებულ საერთო შედეგებზე, რა თქმა უნდა, არ ქონია და შესაბამისად ყველანაირი მითითება რომელი პარტიის მხარდამჭერები ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყანაში არის ერთი ჩვეულებრივი თითიდან გამოწვეული სპეკულაცია. ამ ყველაფრის გამოყენება, რომ თითქოს კონკრეტული პარტიის მხარდამჭერები ცხოვრობენ უცხოეთში მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარს და ამიტომ ამორჩელებს ხმის მისცემის უფლება ეზღუდებათ, არის სპეკულაცია და არის ტყუილი. ამ ადამიანებს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ. გიორგი ლუბარიცმა დათვალა ძალიან საინტერესო ეს იყო პოსტი. აი თეორიულად რო დაუშვათ, რომ იმდენმა ემიგრანტებიდან იმ წილმა რამდენი პროცენტის დაახლოებით დადის ხოლმე არჩევნებზე, დაახლოებით 48-50%, რო გადაწყვიტოს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და აღმოჩნდა, რომ 10,000 თვითმფრინავი დაჭირდებათ, რომ ჩამოვიდნენ. დაახლოებით $1 მილიარდი დაჭირდება ბილეთებს. და აი ამ რეალობაში ხა ფიზიკურად შეუძლებელია. თბილისის აეროპორტის გამტარიანობა რო დავთვალოთ, მარტო აი ბოდიშა რამდენი ტუალეტის ემსახურება, ტუალეტის რიგი იდგება ფსოუნდეო. აი ნახეთო რატო გაუქმესო ქოცერმა ესოეს და წერია რომ უცხოეთის შედეგები პირველ ადგილზე გვარამია, მეორე ადგილზე ის არის ნაცები, მესამეზე ლელო, მეოთხეზე კახარია, მეხუთეზე ჩვენ. ხო და პროსტა უყურებ და ფიქრობ რომ აი ეს რომ მომხდარიყო ანუ შენ რო იძახი რომ იცი რა ქოცერმა ნახეთ რატო გაუქმესო. ანუ ეს რომ ხარ ეს კაი იყო რამე, ანუ აი ეს რაც დაჯდა, ემიგრაციამ რა გამოუდა 33% რო გვარამიას მიცა ხმა. ახლა ბაზარი არის, კაი ხალხიც არის, მათ რას ვერ ჭიხმის ჩავარდვაზე, მაგრამ ანუ რა ვიღაცამ გითხრა რომ რაღაცა არჩევნები ჩავატარეთ, სადაც 33% პირველ ადგილზე გვარამია გავიდაო. და ვიღაცამ რო გითხრას რომ არა ძმაო ამ ხალხს არ ესმით, ქვეყანაში რა ხდებაო, კონტრარგუმენტად რა უნდა უთხრა, გარდა იმისა რომ ზოგადად ამ ქვეყანაში ვიცაძლებს, მას იმასაც არ ესმის. საკმაოდ აგრესიული პროპაგანდა ამომრჩევლებზე, ქართველ ამომრჩევლებზე მიმდინარეობს, ეს არის ფაქტი და ერთადერთი ამის სამკურნალო გზა არის ის, რომ ქართველები ჩამოვიდნენ საქართველოს მოქალაქეები თავის პასპორტებით ჩამოვიდნენ და ხმა მისცენ იმ შეხედულებით და იმ განწყობით, რაც თვითონ შეექმნებათ. და გარდა ამისა 3 წელიწადში უნდა მოხდეს ეს. 3 წლის შემდეგ აქ იქნება გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ეკონომიკური და დასაქმების თვალსაზრისით, რომელიც იქნება არათუ წინაპირობა არჩევნებზე ჩამოსვლის, არამედ აქ ჩამოსვლის, აქ ყოფნის და სამუშაო ადგილების დაკავების. სინამდვილეში მსგავსი მოდელი არის დანერგილი ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ძლიერი დემოკრატია და რომლებსაც დიდი დიასპორა ყავთ. მაგალითად, რო ავიღოთ ისრაელი და ირლანდია. ყველაფერი ამის ფონზე, როდესაც ესეთი მავნებლური დეზინფორმაციული კამპანია წარმოებს, კიდევ ერთხელ ხვდებით, რომ ამ ადამიანებს სინამდვილეში დემოკრატიული პროცესების ინტერესი კი არ გააჩნიათ, პირიქით, უნდათ რომ დეზინფორმაციით, ტყუილებით და ფალსიფიკაციით მოიპოვონ გარკვეული წარმატება.